მოსმენების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ვის უნდა კონდეს ხელმისაწვდომობა მოსმენაზე და ვინ უნდა იყოს მაკონტროლებელი. ეს არის საკითხები, რომელზეც ამ დრომდე ვერ ხერხდება შეთანხმება ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის. თუმცა ის, რომ კანონის შესაძლებელი და დასახვეწია, ამას ქართულ ოცნებაშიც არ უარყოფენ. თამარ ტომარაძე ესწრება განხილვას იურიდიულ კომიტეტში. თამარ, რა ფორმით შეიძლება შეიცვალოს კანონი მოსმენების შესახებ? კანონის შესაძლოა შეიცვალოს სწორედ იმ მოდელით, რომელიც წარმოდგენილი აქვს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, კონკრეტულად კი კამპანია ეს შენ გეხებას წევრებს. სამოქალაქო სექტორის ნაწილი ამ წუთებშიც იმყოფება პარლამენტში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს შეხვედრა დახურულ ფორმატში. განიხილება სწორედ ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილი აქვს არასამთავრობო სექტორს. ეს მოდელი კი ითვალისწინებს ეგრეთ წოდებულ ერთგასაღებიან სისტემას და ეს ერთი გასაღები არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით უნდა ინახებოდეს დამოუკიდებელ სააგენტოში. სააგენტო უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ორგანოში და უნდა დაკომპლექტდეს დეპუტატების მიერ. იმ შემთხვევაში თუ კი კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს ექნება სურვილი, რომ საქმიდან გამომდინარე განახორციელოს ფარული მიყურადება, ასეთ შემთხვევაში მან თავდაპირველად უნდა მიმართოს სასამართლოს, მოიპოვოს ნებართვა და სწორედ ნებართვის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ექნება საშუალება განახორციელოს მიყურადება, თუმცა ამ მიყურადებას უზრუნველყოფს ტექნიკურად უკვე ის სააგენტო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელთანაც იქნება ერთადერთი გასაღები. არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი მოდელი არის ერთადერთი გარანტი იმის, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები დასრულდება. ის აქტორი, რომელიც ჩართული არის მოსმენებში, რომ ყველას კონდეს გასაღები, აქ არის ამაზე საუბარი. ეს არის იგივე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი სამსახურის შექმნაზე. ანუ ერთ-ერთი გასაღები გადადის უკვე დამოუკიდებელ სამსახურში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა და ამ სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიები იქნება გარანტია იმისთვის, რომ საგამოძიებო ორგანო არ გამოიყენებს ამ სისტემას ცუდი მიზნებით და უკანონოდ. ეს გასაღები უნდა იყოს დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში, რომელიც იქნება პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ორგანო, მას არ ექნება იმ თავით თუ ინტერესი, რომ ბოროტად გამოიყენოს აღნიშნული გასაღების ფლობა და შესაბამისად მოქალაქეთა პირადი ცხოვრება, პირადი კომუნიკაცია იქნება უფრო მაღალი სტანდარტით დაცული, ვიდრე ეს არის დღეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით დაუჭერენ თუ არა არასამთავრობო ორგანოებად წარმოდგენილ მოდელს მხარს ჯერჯერობით არ აქვთ. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანი ერთის მხრივ კანონი, რომელიც ძალაში შევა, უზრუნველყოფდეს ადამიანის უფლებებს და მეორეს მხრივ უზრუნველყოფდეს იმას, რომ გამოძიება წარიმართოს დროულად და მას გამოძიების მიმდინარეობის დროს არ შეექმნას. პრობლემა მე შეგახსენებთ, რომ კანონი, რომელიც ამჟამადაც არის ძალაში, არანკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ გასულ წელს და საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 31 მარტამდე მიცა ვადა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კანონი შეიმუშაოს. მოსმენების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე თამარ ტომარაძე საუბრობდა პარლამენტიდან.